მოგესალმებით კოლეგებო, ქორომი გვაქვს. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დღეს ერთი საკითხი გვაქვს გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში. მოხსენებელი გახლავთ ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. ხო, ბატონო გიორგი. ბატონო. პირველ რიგში მოგესალმებით. პატივია ჩემთვის დღეს თქვენთან ყოფნა ჩვეულ გარემოში. მინდა წარმატება გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. წარმოდგენილია ანგარიში, რომელიც შესაბამისი წესით არის უკვე ატვირთული და მისი ხილვა შეიძლება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. მთავრობა იყო ამ პოლიტიკის დოკუმენტის წარმომდგენი შესაბამისი წესით, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა სააგენტოს საქმიანობა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს გულისხმობ და ზოგადად საქართველოს მთავრობის საქმიანობა დასაქმების მიმართულებით. აქ კონსოლიდირებული დოკუმენტია წარმოდგენილი და მე შევეცდები მოკლედ ძირითადი შტრიხები, ძირითადი მიმართულებები წარმოგიდგინოთ თქვენ მთავრობის საქმიანობის ამ მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა რამდენიმე წლის უკან. საკმაოდ რთული პერიოდი დაემთხვა მის შექმნას, მის პირველ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობის მიმართულებით იყო უმძიმეს პერიოდი პანდემიის და სადღაც 23-24 წლების მიჯნაზე უკვე სააგენტომ აქტიურად დაიწყო საქმიანობა და წინა წელი, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო გამორჩეული იყო განვითარების ტემპით, ზრდადი ბიუჯეტით და სერვისების მრავალფეროვნებით, იმ სერვისებისა, რომელიც ჩვენ შეძლების დაგვარად წარმოადგენთ და შევთავაზეთ ჩვენ მოსახლეობას. მთავარი მიმართულება და პრიორიტეტები, რომელზედაც ფოკუსირებული ვიყავით, ესაა სერვისების და პროგრამების გეოგრაფიული გაფართოება, მოწყვეტი ჯგუფების მაქსიმალური მხარდაჭერა, პროგრამების მორგება ბაზის რეალურ მოთხოვნებზე და ჩვენი უწყების ინსტიტუციური გაძლიერება. დავიწყებ თავიდან, რაც შეეხება პროგრამების და სერვისების გაფართოებას. ეს პირდაპირ მასშია უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებასთან. ჩვენ წარმოდგენილი ვართ საქართველოს ყველა რეგიონში და უკვე ბევრ მუნიციპალიტეტშიც, მათ შორის მუდმივი კვლევა მიმდინარეობს რეგიონებში მიმდინარე პროცესების და სადაც ხედავთ ამის საჭიროებას აუცილებლად შესაბამის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით მივავლენთ ხოლმე ჩვენ წარმომადგენლობას მუნიციპალიტეტებში. ასეთ 16 მუნიციპალიტეტში ვართ უკვე წარმოდგენილი, გარდა იმისა, რომ ყველა ცენტრში, რეგიონალურ ცენტრში ვართ ასევე წარმოდგენილები. ცოტა მოვლენებს გავასწრებ და გეტყვით, რომ ბოლო რეგიონალური ოფისი ერთი კვირის უკან გავხსენით მცხეთაში, რომელიც მცხეთა-თიანეთს მოემსახურება და ახლა ვფიქრობთ რეგიონის მცხეთა-თიანეთის ყველა მუნიციპალიტეტში ყავდეს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც მჭიდრო კავშირში იქნება მუნიციპალურ სამსახურებთან, მერთან, მერიასთან, თვითმმართველობებთან, საკრებულოების სახით და ვფიქრობთ, რომ ამითი უფრო დაუახლოვდებით საზოგადოებას ადგილზე, უფრო სწრაფად ხარისხიანად მივაწვდით ჩვენ სერვისებს და ეს ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ
გაიგონ ადამიანებმა, რომ მათი მხარდამჭერი არა მხოლოდ ცენტრშია დედაქალაქში, სააგენტო, არამედ რეგიონებშიც, ადგილებზე და ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ კოლეგებს ადგილზე, მერიებში, მუნიციპალიტეტებში, საკრებულოებში, რომ ჩვენ ვარსებობთ, გვაქვს აქტიური დასაქმების პროგრამები, სერვისები, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ადამიანებს იქ, სადაც არ არის ჯერჯერობით ჩვენი წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მობილური ჯგუფების საშუალებით ვცდილობთ, რომ გადავფაროთ მუნიციპალიტეტები, რამდენიმე საინტერესო პროექტი განვახორციელებთ წინა წელს სამეგრელოში, სხვა რეგიონებში ამ თვალსაზრისით და ცნობადობის გაზრდა სააგენტოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის, რადგანაც სააგენტო მეტნაკლებად ახალგაზრდა არის მის შესახებ, მისი საქმიანობის, იმ სერვისების შესახებ, რომელიც მას გააჩნია, ნაკლები წარმოდგენა აქვს საზოგადოებას, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ნაბიჯები ძალიან სწრაფად არის გადასადგმელი, რომ ცნობადობა ჩვენი გაიზარდოს და სწორედ ადამიანებმა იცოდნენ, რომ მათ ყავთ გულშემატკივარი იმისთვის, რომ უმოკლესი გზა იპოვონ დასაქმებისთვის და რეალური დასაქმების ალტერნატივები არსებობს მათთვის. ეს უმნიშვნელოვანესი ამის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება საქმიანობა. მინდა გითხრათ, რომ არსებობს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, მოკლევადიანი მომზადება გადამზადების მიმართულება, რომელიც განათლების სამინისტროსთან უმჭიდროეს კონტაქტში ვითარდება ძალიან სწრაფად. ეს მიმართულება ეფუძნება კოლეჯების ქსელს, სახელმწიფო და კერძო კოლეჯების ქსელს, რომელიც დედაქალაქში და რეგიონებში არის ძალიან განვითარებული და მზარდი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ცენტრი, რომელსაც ვეყნობით და ვეფუძნებით, ეს არის თელავში, საჩხერეში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, ახალციხეში, საკმაოდ აქტიური კოლეჯებია, კერძოს და სახელმწიფოც. ჩვენ მარტო წელს გვქონდა 30-ზე მეტ კოლეჯთან უმჭიდროესი კონტაქტი. 3000-ზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ მოკლევადიანი პროგრამებით. ეს პროგრამები არის 1-დან 3 თვემდე და მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, რომელსაც მიზნობრივად აფინანსებს სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით. არის ძალიან ბევრი პოპულარული მიმართულება, დაწყებული სარესტორნო მიმართულებით. აქ ჩვენ მინდა გითხრათ, დასაქმების პროცენტი გვაქვს ყველაზე დიდი, თითქმის 100%-ით კვალიფიციური მზარეული, კურსდამთავრებული, ჩვენს მიერ დაფინანსებული, პოულობს სამუშაო საქართველოში აქ ჩვენთან და ასევე მინდა გითხრათ, რომ გასულ წელს ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი იყო აქ დაფიქსირებული, კოლეჯების კურსდამთავრებულთა 77% დასაქმდა, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ბიზნესში არიან თვითდასაქმებულებიც, მცირე მიკრო მეწარმეები, ზოგიერთი საქმდება საკმაოდ ცხვილ ბიზნესშიც და კვალიფიციური კურსდამთავრებული უმუშევარი ფაქტიურად არ რჩება. და ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია. ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობის ხელშეწყობას. დაფინანსების კუთხით სააგენტოს პრობლემა არ აქვს, რამდენიც მოვითხოვეთ, იმდენი მოგვეცა. ამ ბიუჯეტს ჩვენ ხარჯავთ საკმაოდ ეფექტურად. თუ წლის ბოლოსთვის მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით, მომზადება გადამზადების მიმართულებით, კოლეჯების მიმართულებით ბიუჯეტი თუ იქნა ათვისებული სრულად, ჩვენ გვაქვს უკვე საკუთარი შემოსავლები და შეგვიძლია ამ საკუთარ შემოსავლებს დავეყრდნოთ და ამ მიმართულებით გადმოვისროლოთ თანხები. ეს პრიორიტეტულია ჩვენთვის და ნელ-ნელა ქვეყანაში ყალიბდება ის შეგნება, რომ კოლეჯში სწავლა
პროფესიული უნარჩვევების ამაღლება სასარგებლოა ადამიანებისთვის, სასარგებლოა საზოგადოებისთვის, არის საკმაოდ მოკლე გზა და მანძილი აქტიური დასაქმებისთვის და ფიქრობთ, რომ ამას ყველა საშუალებით ხელი უნდა შეეწყოს. Რა თქმა უნდა, აქტიურად ვართ დაკავშირებული ამ მიმართულებით განათლების სამინისტროსთან და რამდენიმე დღეში კიდევ გვაქვს ჩვენ მათთან ერთად დიდი ფორუმი დაგეგმილი, სადაც კერძო და სახელმწიფო კოლეჯების ხელმძღვანელებს მოვიწვევთ, გავაცნობთ მათ სიახლეებს და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, დავგეგმავთ ერთობლივ ნაბიჯებს, საკმაოდ აქტიურ ნაბიჯებს. ამ მიმართულებით განვითარებას მე ვფიქრობ, ქვეყანაში ალტერნატივა, რა თქმა უნდა, არ გააჩნია. 25 წელს მოქალაქეთა მომართვიანობა იყო ზოგადად გაზრდილი, ესეც სწორედ ამ ჩვენი სერვისების ხელმისაწვდომობას და გეოგრაფიის დასმოყვა, რა თქმა უნდა, 59%-ით გაიზარდა მომართვიანობა, სარეგისტრაციო პლატფორმაზე 13,000-ზე მეტი ახალი მაძიებელი დარეგისტრირდა სამუშაოსი. ხაზგასასმელია და მისასალმებელია, რომ ძალიან გაიზარდა ქალებისა და ახალგაზრდების აქტივობა, რეგისტრირებულთა შორის 62% ქალბატონია, ხოლო 13.4% გახლავთ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც აქტიურობს ჩვენ პლატფორმაზე. მინდა გითხრათ, რომ 25 წელს ამოქმედდა და ახლა განვითარების პროცესშია სამუშაოს მაძიებელთა სარეგისტრაციო პორტალი WorkNet-ი. ეს არის ახალი საპილოტო ვერსია. მისი სრულად განვითარება და დანერგვა 26 წლის ბოლოსკენ იგეგმება. ეხლა საპილოტო რეჟიმში მუშაობს. ეს პროექტი ჩვენ განვითარეთ და წინ წავწიეთ სოფლიო ბანკის მეშვეობით, მათი აქტიური ჩართულობით. აქ ცალკე მინდა ხაზი გაუსვა დონორებთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით სოფლიო ბანკთან. ბანკი ჩვენ აქ წარმოგვიდგენია არა მხოლოდ ბანკად, არამედ პირველ რიგში პარტნიორად და რჩევის მომცემ სტრუქტურად. მათზე დაყნობით ჩვენ საკმაოდ საინტერესოდ ვავითარებთ ჩვენ სერვისებს. ჩვენმა აქტიურობამ გამოიღო ის, რომ მოვიპოვეთ 25 წლის ბოლოს $1 მილიონ გრანტი და არასესხი მსოფლიო ბანკისგან ხას უსვავ გრანტი, რომელიც სრულად მოხმარდება სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერებას. ეს ნაყოფია იმისა, რომ ერთობლივად ვიმუშავეთ და იმის შედეგია, რასაც აკეთებს სამინისტრო და სააგენტო ამ მიმართულებით, რა შრომასაც ჩვენ ვდებთ და გარჯასაც ვდებთ ამ მიმართულებით, ეს დაინახეს მსოფლიო ბანკში და შემოგთავაზეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენთვის. ამ მიმართულებით ეს 36 თვიანი გრანტია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ უკლებლად და სრულად ავიტვისებთ და ეს თანხა მოხმარდება პირველ რიგში სააგენტოს შესაძლებლობის გაძლიერებას მრავალმხრივად და ბევრი მიმართულებით. ასევე ძალიან წარმატებული და მოთხოვნადი პროგრამა, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, საკმაოდ საინტერესო პროგრამაა. ესეც 25 წელს სააგენტომ გაზარდა სტაჟირების ანაზღაურების თანხა 400 ლარამდე და აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ წელს უკვე კიდევ 100 ლარით გავზარდეთ ჩვენ და 500 ლარს მიაღწია ამ თანხამ. პროგრამა აძლევს შანსს სამუშაოს მაძიებლებს მიიღოს სამუშაო გამოცდილება რეალურ გარემოში და დასაქმდნენ გრძელვადიანად 25 წელს 42-მა დამსაქმებელმა გამოთქვა სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი. შედეგად პროგრამაში ჩაერთო 224 სტაჟიორი, მათგან 129 კომპანიებმა გრძელვადიანად დაიტოვეს სამსახურში, შტატში აიყვანეს უკვე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებისთვის და განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ამას დავამატეთ მაღალმთიან რეგიონებში სტაჟირების სუბსიდირების პროგრამა უკვე 26 წელს, ცოტა მოვლენებს რამდენჯერმე გაუსწარი და უბრალოდ მინდა თქვენ ეს ინფორმაცია გქონდეთ. უკვე პირველი ბენეფიციარები აქაც გამოჩნდნენ. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან, აწარმოების საქართველოსთან გვაქვს საკმაოდ მჭიდრო კავშირი და მათთან ერთად გვინდა კიდევ დამატებითი სერვისები დავნერგოთ განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. თუ კითხვები გექნებათ ამ პროგრამის შინაარსთან,
სიღრმისეულად სააგენტოს უფროსის მოადგილეა ჩემთან ერთად ქალბატონ ხათუნაც ერწონზე და ის შემდეგ დეტალურად მოგითხრობთ ამასთან დაკავშირებით. Რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან თანამშრომლობა ამის გარეშე უბრალოდ განვითარება ამ მიმართულებით, დასაქმების მიმართულებით განსაკუთრებით წარმოუდგენელია და შეუძლებელი. 25 წელს 800-ზე მეტ დამსაქმებელთან ვითანამშრომლეთ და სისტემაში 14600-ზე მეტი ვაკანსია აიტვირთა. ჩატარდა 6 მასშტაბური დასაქმების ფორუმი, რომელსაც 900-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი დაესწრო. საინტერესოა, რომ ფორუმების შედეგად დასაქმების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება ეს ფორმატი, როგორც დამსაქმებელებში, ასევე სამუშაოს მაძიებლებში. ეს ეხება ფორუმებს და მასობრივ გასაუბრებებს, განსაკუთრებით ფორუმებს, რომლებსაც ჩვენ ვაწყობთ ხოლმე დედაქალაქშიც და რეგიონებშიც. აი უახლოეს ფორუმი გვექნება ჩვენ ბათუმში, საკმაოდ დიდი ფორუმი, როდის 22 მაისს გეგმავთ ამ ფორუმს, სადაც აჭარის რეგიონის წინა წელსაც ჩავატარეთ, აჭარის რეგიონის ფაქტიურად უკლებლივ ყველა მსხვილი და საშუალო და მათ შორის ფაქტიურად ბიზნესის ყველა მიმართულება არის წარმოდგენილი. საკმაოდ აქტიურად იქვე ადამიანები კონტაქტს ამყარებენ და ერთმანეთთან და მე ვფიქრობ, აგენტოს როლიც ამაშია, ერთგვარი ხიდის როლი ითამაშოს სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის და ვფიქრობ, ეს აქტიური თანამშრომლობის ფორმა მასობრივი გასაუბრებების და ფორუმების სახით ეს არის ძალიან ისეთი ქმედითი მექანიზმი ადამიანების დასაქმებისთვის. დასასრულს მინდა გითხრათ, რომ ესეც უფრო 26 წლის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა არის. ჩვენ დაგვემატა ეს მოგეხსენებათ შესაბამის კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მიიღო, დაგვემატა ფუნქცია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამუშაოზე რეგისტრაციის და ამ პროცესების მართვის. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ამ მიმართულებით ჩვენ გქონდა დიდი ჩამორჩენა როგორც ქვეყანას, საზოგადოებას, სახელმწიფოს და ვფიქრობთ, რომ ფორსირებულად შესაძლებელია აღმოფხვრა ამ ჩამორჩენის. რა თქმა უნდა, დაიწყო უკვე აქტიურად რეგისტრაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა ჩვენ სისტემაში. მოგახსენებთ, რომ ამ წუთისთვის 23000-ზე მეტი უცხოელია უკვე რეგისტრირებული და ამან მოგცვა იმის საშუალება, როგორც სახელმწიფოს ქვეყანას, რომ სრულად გავაკონტროლოთ ეს პროცესები ჩვენ ღია შრომით ბაზარზე მიმდინარე, ზუსტად ვიცოდეთ ვინ სად რას აკეთებს, როგორ მუშაობს, სად გვაქვს ჩავარდნები, სად გვაქვს დეფიციტი, სად პროფიციტი სამუშაო ძალის, სად გვჭირდება ხალხი, სად არ გვჭირდება ხალხი. ამგვარი აღრიცხვა იყო წინა წლებშიც, ოღონდ ძალიან ზედაპირული. პირველ მარტს სხვა სტანდარტები შემოიღო საქართველოს მთავრობამ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით. ჩვენ რამდენიმე კვირის უკან გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, დავხვეწეთ უფრო ეს კანონმდებლობა, ეს ძალიან ცოცხალი პროცესია, მე არ გამორიცხავ მომავალშიც იყოს გარკვეული ცვლილებები აუცილებელი. ყოველ შემთხვევაში აქ ჩვენ გქონდა ჩამორჩენა, ახლა ნელ-ნელა ვაყალიბებთ იმ სისტემას, რომელიც მკვეთრად განსაზღვრავს ჩვენ ფუნქცია მოვალეობებს უცხო სამუშაო ძალის კონტროლთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საქართველოს ურთულეს გეოგრაფიულ გარემოში იმყოფება და ის შრომითი მიგრაციის უზარმაზარი ტალღები და ნაკადები, რომელიც ჩვენ შეგვეხება, არის აუცილებლად საკონტროლო, ეს უნდა გააკეთოს, მე ვფიქრობ, ნებისმიერმა თავმოყარი საზოგადოებამ და სახელმწიფომ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენც უპირველეს ყოვლისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არა მხოლოდ უნდა გავაგზავნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გარეთ სამუშაოდ, გვაქვს ამ პრეცედენტი, მაგალითად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაგზავნილია დაახლოებით 1500 ადამიანი ცირკულარული მიგრაციის ფარგლებში. არამედ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ შემოდის საქართველოში, ვინ რა საქმიანობს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ
ეს ციფრი საგრძნობლად გაიზრდება წლის მანძილზე. მე არ მინდა ხა წინასწარ ვივარაუდო რამდენი ადამიანი იქნება აქ დარეგისტრირებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 10,000-ობით ადამიანი დღეს საქართველოში მუშაობს და ერთიც არც საქართველოს მთავრობას, არც პარლამენტს ბუნებრივია, არც ჩვენ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს არავითარი სურვილი რაღაც კედელი აღმართოს საქართველოსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ეს ასე არ არის, ხშირად ასე იფუთება ხოლმე ჩვენი ოპონენტების მიერ, მაგრამ ეს ასე არ არის, ბუნებრივია. ჩვენ გვინდა ელემენტარული სახელმწიფო წესრიგი, შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება არის პირველ რიგში მომსახუროთ საკუთარ ხალხს, საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჯერ მათ შევთავაზოთ სერვისები, მათ შევთავაზოთ სამუშაო ადგილები, შემდეგ შეგვიძლია სხვა ქვეყნის მოქალაქეებზეც ვიზრუნოთ, რა თქმა უნდა. თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე შემოდის საქართველოში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად შემოდის, სად საქმდება, როგორი ხდის გადასახადებს და აი ამ სისტემის შემოღება წინვალე შესაძლებლობა არის, რა თქმა უნდა, ამ 23,000 ადამიანთან დაკავშირებით უკვე გვაქვს ჩვენ სრული სურათი და სტატისტიკა. წლის ბოლოს უკვე გვექნება უფრო გაფართოებული წარმოდგენა აქ მიმდინარე ტენდენციებზე, დასაქმების ბაზარზე. და გამომდინარე აქედან უკვე რეკომენდაციებს შევთავაზებთ საქართველოს მთავრობას. ის ნულოვანი კვოტები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით საქართველოს მთავრობამ დაადგინა რამდენიმე მიმართულებით სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ აქტიურად შეუწყოთ ხელი საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას და ვნახოთ აქაც ეს როგორ გაამართლებს, ამასაც შევხედავთ და ამასაც რა თქმა უნდა დაწვრილებით მოგახსენებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ბატონო გია. თქვენთვის მშობლიურ გარემოში ბრძანდებით. ძალიან მიხარია. მადლობა ანგარიშის წარმოდგენისთვის. კოლეგებო, კითხვები თუ გაქვთ, დიახ ბატონო. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ბატონო გია. მადლობა პირველ რიგში საინტერესო დოკუმენტისთვის და გულისხმიერებისთვის. მე არც მეპარება ეჭვი იმაში, რომ მოწოდებული იქნებით თქვენი მხრივ, თქვენი კომპეტენციიდან გამომდინარე და აქ ნებისმიერი ჩვენგანი რომ ამ კუთხით ყველაფერი გაუმჯობესდეს. უბრალოდ შენიშვნას არ დავარქმევდი რამდენიმე მიმართულება კითხვის სახითაც და მოსაზრება მინდა ვთქვა ერთი, რომ როდესაც ამ ხელა ციფრებზე ვსაუბრობთ და ამ მასშტაბებზე ეჭვი არ მეპარება თავიდანვე ვამბობ, ვაფიქსირებ ამ აზრს, ცოტა მაკლდება ის დამოკიდებულება, ის ვთქვათ, რაღაც თვალსაჩინოება და ის პიარის ნაწილი, რომელმაც ალბათ სრულად საქართველოს უნდა მოიცვას, იმიტომ რომ პირველ რიგში ყველაზე რთული სიტუაცია გვაქვს რეგიონებში, საიდანაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიგრაციის მიზეზი არის დასაქმება ქალაქში, იმიტომ რომ რეალურად რეგიონებში ისეთი მდგომარეობა არ არის, როგორც დედაქალაქში და მეორე საკითხი, რომელიც ანუ ჩემთვის კითხვის ბადებს 23,000 უცხოელი როგორც ბრძანეთ არის დარეგისტრირებული, სურვილი აქვს ჩვენ შრომის ბაზარზე ოპერირების. 1,500 ჩვენ გვყავს გაშვებული გერმანიაში, როგორც ახსენეთ. ანუ ამას როგორ ვაკომპენსირებთ, ანუ რა შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ რეალურად ამ თვალსაზრისით. თუ კი არის აქ სამუშაო, ეს 1,500 ადამიანი რატომ არის მაძიებელი ევროპაში? ოღონდ აქ ხაზგასმა მინდა ყველანაირი სტატისტიკით და ანუ რეალური ციფრებით, გაცილებით რთული შრომა და გაცილებით ნაკლებ ანაზღაურება აქვს. აი, პირობითად რო ვთქვათ, მუშა ხელს ევროპაში ვიდრე საქართველოში. ანუ აი ეს ცოტა პარადოქსულია ჩემთვის. და მესამე, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულებაში გონია, ზოგადად შრომის კოდექსი გვაქვს ჩვენ ფურცელზე ძალიან კარგი, მაგრამ მე მგონია, რომ აღსრულების ნაწილში არის პრობლემა. და ეს მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ქსელურ მარკეტებში დასაქმებული ახალგაზრდები, რომელთაც, არ ვიცი, მოლარეობაც უწევთ, დამლაგებლობაც, მომარაგებაც, დისტრიბუციაც და არ ვიცი, რიგის მართვაც
და მე მგონია რომ ამ კუთხით ცოტა გასააქტიურებელია სამუშაო, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი ადამიანის უფლება ირღვევა არა მხოლოდ ქსელურ მარკეტში, ეს ერთი მაგალითი მოვიყვანეთ და თუ კი გვაქვს შესაძლებლობა ჩვენ რომ ასეთი კარგი სააგენტო ფუნქციონირებს ქვეყანაში, იქნებ ახალგაზრდებს მივაწვდინოთ ხმა, აი ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მივაწვდინოთ ხმა, რომ იმის შიშით რომ სამსახური არ დაკარგონ, ვერ იღებენ ხმას, არ უნდა გქონდეთ ამის განცდა და რეალურად სადაც ირღვევა მათი უფლებები ამას ხმამაღლა საუბრობდნენ და გქონდეთ საშუალება რომ მიმართონ სააგენტოს და შესაბამისი კომპეტენციიდან გამომდინარე დასაქმდნენ სასურველ ადგილზე. წარმატებას გისურვებთ და მე მგონია რომ ამ კუთხით უფრო გააქტიურდებით და უფრო შეძლებთ პოზიციონირებას. მადლობა. მადლობა ბატონო ზურაბ. დააგროვებთ ბატონო გია კითხვებს თუ? კეთილი. სხვა კითხვები დამატებით ხომ არ გსურთ? როგორც ხედავ არა, მაშინ ორი სიტყვით თუ შეიძლება. ყველამ კარგად ვიცით, რაც არის ჩვენი ზოგადად ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, ეს უკავშირდება ეკონომიკის განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შთამბეჭდავის დაგვაქვს და ლიდერები ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაინც ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს უამრავი პრობლემა და ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია საიმისოდ, რომ გავუთანაბრდეთ წარმატებულ, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს და იმ დონეს მივახციოთ. მაგრამ დინამიკა ასეთი გვაქვს, რომ ყოველწლიურად როგორც ეკონომიკა იზრდება, ის ასევე იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისასალმებელია და ერთ-ერთი კომპონენტი ამ აქტივობების სწორედ დასაქმების სააგენტო გახლავთ და აგერ დღეს მოვისმინეთ ანგარიში. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ თანამშრომელს და იმ ჩართულ ადამიანს, ვინც ამ კუთხით მუშაობს. რამოდენიმე კითხვა მაქვს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2023 წელს ჩვენ პარლამენტში ჩავატარეთ თემატური მოკვლევა. 3 კომიტეტი გავერთიანდით, ეს იყო სოფლის მეურნეობის კომიტეტი, განათლების კომიტეტი და გარემოს დაცვის კომიტეტი და მოკვლევის თემა იყო ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა, თანამედროვე აგრარული და გარემოს დაცვითი მიმართულებებით. და ამ მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პროფესიები, მათ შორის დეფიციტური პროფესიები, როგორც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე გარემოს დაცვითი მიმართულებით. მე მაინტერესებს აი რამდენად არის კავშირი სააგენტოს და შესაბამის უწყებებს შორის, მაგალითად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებს შორის და აი როგორ ცვლით ინფორმაციას აი ამ დეფიციტური პროფესიებიდან რომლები რჩება კვლავ დეფიციტურად, რა კონკრეტული სტრატეგია გააჩნია სააგენტოს ამ ვაკანსიების შესავსებად და აი სამომავლოდ რას ფიქრობთ ამ მიმართულებით. ასევე არა მხოლოდ ამ კონკრეტულ უწყებებს ეხება, აი ზოგადად ეხლა რამოდენიმე სახელმწიფო უწყება მუშაობს პარალელურ რეჟიმში და აი ამ დასაქმებისა და გადამზადების მიმართულებით, აი რა კონკრეტულ ინსტიტუტებს იყენებთ, ინსტიტუციურ მექანიზმებს, ან ციფრულს და ასე შემდეგ. აი თქვენ შორის როგორ ხდება ინფორმაციის მიმოცვლა, რომ შემდგომში უკვე ზუსტად ვიცოდეთ ის პროფესიები, რაც ასე მწვავედ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. აი მაგალითად ეხლა ანგარიში თქვენთან საუბარი იყო, რომ ანგარიშის მიხედვით გადამზადებულია 558 პირი. და აქედან თუ გვაქვს ინფორმაცია, რამდენი დასაქმდა და რამდენი დარჩა მაგალითად თვითდასაქმებულის სტატუსით. ასეთი ანალიტიკა თუ გვაქვს და ზოგადად მინდა სოფლის განვითარების სააგენტოსაც მივმართოთ ჩვენ
წინა წლებში მე არ მახსოვს კომიტეტის ხდომა, როდესაც ანგარიშებს ვისმენდით, რომ ჩვენი მხრიდან არ დაგვეყენებინა საკითხი, რომ გაგვესაზღვრა კაფეო ინდიკატორები, აი თითოეული დახარჯული ლარი, თითოეული შესრულებული პროგრამა საბოლოო ჯამში რა შედეგის მომტანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისთვის. ეხლა ძალიან მიხარია, რომ ახალ მენეჯმენტს, ახალ მინისტრს, ახალ სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებს აქვთ ახალი მიდგომა, მათ შორის თქვენ სააგენტოსაც ეხება, ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ პრეზენტაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. სოფლის განვითარების სააგენტოს გულისხმობდა. ძალიან მიხარია, რომ აი სწორედ ასეთი მიდგომით, როდესაც მონიტორინგით ხდება დაწყებიდან მერე შუაში ბოლოს ასე ვთქვათ მთელი ციკლი ანალიზი რომ ხდება, ვფიქრობ რომ ეს არის სწორი მიდგომა და გაცილებით უკეთეს შედეგების მიღწევა შეგვიძლია. მაგრამ აი ამ მიმართულებითაც რომ სამომავლოდ გავითვალისწინოთ აი თითოეულ პროგრამის მიმართულებით დასაქმების კომპონენტი და შემდგომ პროგრამებში გქონდეს ეს ასახული, რომ კაფეოდ ჩანდეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგული თითოეული ნაბიჯი, თითოეული თეთრი სამომავლოდ გარდა იმისა, რა ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს, ასევე რომ კაფეოდ დავინახოთ თუ რამდენი ადამიანი დასაქმდება და როგორ შეუწყობს ეს ხელს საქართველოში როგორც სიღარიბის აღმოფხვრას, ასევე უმუშევრობის აღმოფხვრას. ეს იქნება ჩემი კითხვები და გთხოვთ. კი ბატონო. რაც შეეხება ჩვენი საქმიანობის უკეთ წარმოჩენას. გეთანხმებით რომ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა უფრო აქტიურად უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ამას ალტერნატივა არ აქვს. თუ გვინდა გავაგებინოთ ხალხს ვინა ვართ და ვიყოთ ძალიან აქტიურები და ეს ჩვენი საქმიანობა სწორედ ამ თვალსაზრისით გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს საკმაოდ აქტიური გვერდი სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ინფორმაცია იტვირთება. ამას არ დაგიმალავთ, მე პირადად ძალიან ვაკვირდები და ვაკონტროლებ. აქ იტვირთება მათ შორის ის აქტიური ვაკანსიები, რომელიც სააგენტოს აქვს წარმოდგენილი შრომის ბაზარზე. დაწყებული, აი ბოლო ამგვარი პოსტი გამოქვეყნდა 5 მაისს ამ წლის. დაწყებული თბილისიდან, ახლა მე შესული ვარ პირადად. თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამეგრელო, აჭარა, გურია, კახეთი, რაჭა, იმერეთი. ყველა რეგიონია ფაქტიურად და არის აქტიური ვაკანსიები. მე შემიძლია ეს ვაკანსიები კონკრეტულად რამდენიმე ჩამოგითვალოთ და ანაზღაურებაც მივუთითო. მაგალითად, თბილისში ძღოლ ექსპედიტორის პოზიცია ანაზღაურება 1700 ლარი, მიწოდების დამხმარე ანაზღაურება 1200 ლარი, საწყობის თანამშრომელი შეკვეთების ამგროვებელი ანაზღაურება 1500 ლარი, ძღოლი დისტრიბუტორი ანაზღაურება 2100 ლარი, საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ოფიცერი ანაზღაურება 1500 ლარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეა ყველა რეგიონში. თუ ადამიანი ჩვენ გვიკავშირდება, ჩვენ პროფილირებას ვახდენთ ამ ადამიანის, ბატონო გელა, აქტიურად, ფაქტიურად ხელს ჩავკიდებთ, მივიყვანთ სამუშაო ადგილზე, გავაცნობთ დამსაქმებელს, ხელს შეუწყობთ იმას, რომ არა მხოლოდ სტაჟირებით და მოკლევადიანი კონტრაქტით დასაქმდეს ეს ადამიანი, არამედ დასაქმდეს გრძელვადიანად. ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევაა დედაქალაქშიც და რეგიონებში. მე მესმის, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი გვინდა და დასაქმებულიც, უფრო მეტი დამსაქმებელიც გვჭირდება და ანაზღაურებაც, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი მათ შორის ბაზარზეა დამოკიდებული. თავარია იყოს მოთხოვნა
და მიწოდებას ჩვენ უზრუნველყოფთ სრულად. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ბრწყინვალე მაგალითი თანამშრომლობის, მაგალითად სამეგრელოს რეგიონში იცით თქვენ გრანდიოზული პროექტი ვითარდება ხა ყულევის ტერმინალის, ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალის მშენებლობის. წინა წელს ჰქონდა რამდენიმე მასობრივი გასაუბრება მათი თხოვნით ქუთაისში და განსაკუთრებით ფოთში მოახერხეთ მობილიზება ასობით ადამიანის მთელი სამეგრელოდან ჩვენი და გუბერნიის და მუნიციპალიტეტების დახმარებით და მან ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. 10-ობით ადამიანი კონკრეტულად საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით დასაქმდა ამ წარმოებაში და ასეთი არის ბევრი მაგალითი. ბათუმშიც, ქუთაისშიც, სხვა ჩვენ რეგიონებში, დედაქალაქშიც და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ჩვენ ვეხმარებით. აქვე არის წარმოდგენილი აი გესაუბრეთ მე თქვენ პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაციის განაცხადები და არის უამრავი პროფესია ჩამოთვლილი, რომელზედაც კონკრეტულად კოლეჯები ფიქრობენ რომ გადაამზადონ ჩვენ მიერ დაფინანსებულ პროგრამებში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და აქაც რა თქმა უნდა ესეც საკმაოდ წარმატებით ეს მიმართულება საკმაოდ წარმატებით ვითარდება. რაც შეეხება შემოსულ ადამიანებს, არის მიმართულებები, პროფესიები, განსაკუთრებით IT მიმართულება, იცით თქვენ ეს მიმართულება საქართველოს ხელისუფლების მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია. არსებობს დიდი საგადასახადო შეღავათები დაწესებული ამ მიმართულებით. ამან გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში შემოვიდა 10,000-ობით სპეციალისტი, მაღალი დონის, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებმაც თავიანთი ბიზნესი საქართველოში გადმოიტანეს და არეგისტრირეს კომპანიები. სარგებლობენ შესაბამის საგადასახადო შეღავათებით. ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა, მთავრობამ მიმდინარე კანონმდებლობის ცვლილებები რა თქმა უნდა განახორციელა, გაუმარტივა ამ ადამიანებს, კომპანიებს საქმიანობა და ამან ის გამოიწვია, რომ ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი შემოსავალი, აქ ყალიბდება, კეთდება, მზადდება ინტელექტუალური პროდუქტი, რომელიც აქედან იყიდება დანარჩენ მსოფლიოში და მინდა გითხრათ, რომ ამ 23,000 ადამიანიდან თითქმის 90% უფრო მეტი არის თვითდასაქმებული. ჩვენ ჯერ დასაქმებულებმა როგორც ასეთი არ მოგმართეს, ისინი მოვლენ სისტემაში აუცილებლად წლის ბოლომდე, ასეთი ჩვენ გვყავდა 1 მარტამდე 62,000 უცხოელი, რომელიც დაარეგისტრირეს იურიდიულმა პირებმა, მათთან მომუშავე ფიზიკური პირები, ეს ვალდებულება მანამდეც ჰქონდათ კანონის მიერ. ამის მიღმა არის კიდევ ეს ციფრი 23, ეს ერთმანეთში არაურიოთ და რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეება კონკურენციას გაუძლონ და ბევრი IT სფეროში დასაქმებული საქართველოს მოქალაქე ყავდეს, მაგრამ არის ის სურათი, რაც არის რეალურად და ამ საგადასახადო შეღავათებმა, რომელიც ჩემი აზრით აბსოლუტურად გამართლებული იყო, მოიზიდა უამრავი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს, საქმიანობს, არსებობს პირდაპირ ამ სტატუსის მნიშვნელობით, გადასახადებს იხდის, ქმნის ინტელექტუალურ პროდუქციას, პროდუქტს, ყიდის აქედან სხვა ქვეყნებში და ამას რა თქმა უნდა ჩვენ მომავალშიც ხელი უნდა შევუწყოთ, ისე რომ 63,000 ადამიანიდან უდიდესი ნაწილი არის სწორედ IT სფეროში დასაქმებული ადამიანი. გარდა ამისა არიან სხვა სფეროებში დასაქმებულებიც. ეს სურათი ჩვენ წლის ბოლოს უფრო კარგად გვექნება ჩამოყალიბებული, მათ შორის ქვეყნების მიმართულებით. ჩვენ სადაც ნულოვანი კვოტები დავაწესეთ, იქ კიდევ ერთხელ ხას უსვა, გვინდა რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მოქალაქეებს, მიტანის სერვისში, ტაქსებით მომსახურების, გიდების მომსახურების, სამთო გამცილებლების სფეროებში. ესეც რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტროსთან, მის სტრუქტურებთან, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან მუდმივ კონტაქტში ჩამოყალიბდა და ჩვენ ამ ჯაჭვის ბოლო რგოლი ვართ აღსრულების თვალსაზრისით და კონტროლის თვალსაზრისით 1 მაისიდან
უკვე გამკაცრებულია კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მეშვეობით და ჩვენი შრომის ინსპექცია ამ მიმართულებით უკვე დაიწყებს აქტიურ ქმედებებს, არის საკმაოდ დიდი ჯარიმები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუ ისინი დაარღვევენ კანონმდებლობას და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ხელშეუწყობს, რომ ამ სფეროებში საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ, აქ საკმაოდ მაღალია შემოსავლები, მინდა გითხრათ 1-2-ად 3-ად არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით, ისე რომ შევეცდებით ყველანაირად რომ ამ მიგრაციულ საკმაოდ უარყოფით სალდოს რაღაცა მოუხერხოთ, აქ დარჩენ საქართველოს მოქალაქეები და უკან დაბრუნებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ფიქრობდნენ რომ უკვე ღირსეულ დასაქმებაზე აქ საქართველოში ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა ბევრ პროგრამას ვახორციელებთ, ოღონდ ეს უკვე სხვა სააგენტოს მეშვეობით დევნილთა სააგენტოს მეშვეობით უკან დაბრუნებული მიგრანტების დასაქმების და მათი უზრუნველყოფის შესაბამისი პროგრამებით უზრუნველყოფის მიმართულება ძალიან აქტიურად მუშაობს ოღონდ სხვა სააგენტოში და იქაც საინტერესოდ ვითარდება ეს პროცესები. რამის დამატება ხო არ გრებავთ ხალხო ხათუნ. კი ბატონო. მადლობა. ზე გითხეთ და ამ დეფიციტურ პროფესიებზე და რამდენად გაქვთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით იქნება. მადლობა ძალიან დიდი. თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ანუ ბატონმა გიამ ანგარიშში ახსენა, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ძალიან კარგი პროგრამა, ეს არის მოკლევადიანი მომზადება გადამზადების კურსები და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან და სწორედ იმ პროფესიებში და იმ მიმართულებით ვახდენთ მომზადება გადამზადებას, რაც არის მოთხოვნადი და რაც არის დღეს ბაზარზე დეფიციტური. მოთხოვნად პროფესიებს და დეფიციტურ პროფესიებს ზოგადად იცით, რომ ეკონომიკის სამინისტრო 2 წელიწადში ერთხელ ატარებს კვლევას და ამ კვლევისგან გამომდინარედ გინდება მოთხოვნადი პროფესიები და ჩვენც ვცდილობთ, რომ აი ამ ყველაფრის გამოძახილია ზუსტად ჩვენი მომზადება გადამზადების კურსები და ჩვენ ვახერხებთ, რომ წელიწადში 3500-ზე მეტი ადამიანი გადავამზადებთ ამას თუ იმ პროფესიაში და ამ ადამიანების 70% წარმატებით საქმდება. ძალიან მაღალია მაჩვენებელი ზოგადად მომზადება გადამზადების შედეგად დასაქმების და მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში იცით განხორციელდა არაერთი რეფორმა განათლების მიმართულებით და ეხლაც მიმდინარეობს და პროფესიული სწავლება ძალიან დიდი მნიშვნელობა მიეცა ამ ბოლო პერიოდში, რაც ძალიან მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლება, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა, მოკლე დროში რაღაც პროფესიის შეძენის და შემდგომ უკვე ეფექტურად დასაქმების და ამ მიმართულებით ჩვენ ცხადია ეკონომიკის სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. მე ასევე მინდა გამოვეხმაურო, რომ ცხადია დაგეთანხმებით, რომ მეტი არის შესაძლოა რაღაც ჩვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენ ზუსტად ამიტომ გასულ წელს დავიწყეთ და ვაგრძელებთ რეგიონებში აქტიურ გასვლას, მათ შორის ხვდებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან ის ადამიანები, რომელსაც ყველაზე მჭიდრო კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან ადგილზე რეგიონში და ჩვენ გვინდა რომ პირველ რიგში მათ მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმ ბენეფიტების შესახებ, რასაც სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით თავაზობს მოქალაქეებს და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ნებისმიერ ჩვენ პროგრამაში და ზოგადად ჩვენი საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული კატეგორია არის ახალგაზრდები და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ჩვენ პროგრამაში და ყველა მხარდამჭერ ღონისძიებაში, რასაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს, აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონის და რეგიონის განვითარება და რეგიონში ადგილზე დასაქმების ადგილის შექმნა და ადამიანების წახალისება და რაღაცნაირად რომ ხელი შეუწყოთ ამ ადამიანებს, რომ არ მოხდეს ყველას მიგრირება რეგიონულ ცენტრში და მით უფრო დედაქალაქში, ამისთვის ჩვენ განსაკუთრებულად მუშაობთ და მინდა ვთქვა, რომ თუნდაც მომზადება გადამზადების ან სტაჟირების ან ნებისმიერი ჩვენი პროგრამის ბენეფიციარების
თითქმის 50%-ზე მეტი ნაწილდება რეგიონებში, ცხადია დიდი ნაწილი არის დედაქალაქში, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ რეგიონს შევუწყოთ ხელი და რეგიონში მივცეთ მეტი შესაძლებლობა დასაქმების და ზოგადად ამიტომ და ამის გამო ჩვენ წელს ეს არ ეხება წინა წლის ანგარიშს, მაგრამ ამ წელს უკვე დავიწყეთ ჩვენ ავამუშავეთ ახალი კომპონენტი, ეს არის მთის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოქალაქის ხელფასის სუბსიდირებას და ვფიქრობთ, რომ ეს კომპონენტი გრძელვადიანად ძალიან კარგად იმუშავებს და ზუსტად ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა იქნება იმის, რომ ადამიანები ადგილზე დარჩნენ და ადგილზე შეეძლოთ მუშაობა და რეგიონის განვითარება. მადლობა ძალიან დიდი. კეთილი. კეთილი, კიდევ ხომ არ გაქვთ კითხვები ან მოსაზრებები, კოლეგებო? ან სამინისტროდან თქვენ ხომ არ გაქვთ? არა, რაიმეს ხომ არ დაამატებთ? მოგესალმებით, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სახელით. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ბატონი გიას მოხსენება. ჩვენც ჩვენი მხრივ ვადასტურებთ მაქსიმალურ მზაობას ეფექტიან კოორდინაციასთან შესაბამის სააგენტოს და მოგეხსენებათ გარემოს დაცვით და აგრარული მიმართულებით არსებობს დეფიციტური პროფესიები და ეს ათელი არის, თუმცა ჩვენი სამინისტრო საკმაოდ აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სააგენტოებს და უშუალოდ ჩვენი ცენტრის საშუალებით, რომელიც უპირველეს მანდატს წარმოადგენს გარემოს დაცვითი და აგრარული მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელშეწყობა, სწორედაც რომ დეფიციტურ პროფესიებზე აგრარული და გარემოს დაცვითი მიმართულებით სხვადასხვა პროგრამის განხორციელება ძალიან მცირედ რემარკას გავაკეთებ და თქვენს ყურადღებას გავამახვილებ გასულ წელთან შედარებით მიმდინარე წელს ჩვენ გვექნება უკვე ორი ასე ვთქვათ სერტიფიცირების პროგრამა გარემოს დაცვითი მმართველი და ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენებათ არსებობს დეფიციტური პროფესიები სატყეო სექტორში შესაბამისად ჩვენ მიმდინარე წელს უკვე განვახორციელებთ და ვიწყებთ ტყის ინვენტარიზაციის და ტაქსაციის ასე ვთქვათ აკრედიტებულ კურსს, რაც შეეხება გარემოს დაცვით მმართველის პროგრამას გასულ წელთან შედარებით უკვე საკმაოდ დიდი რიცხოვნობა არის, თუ გასულ წელს გადამზადებულთა რაოდენობა იყო 12 პირი. მიმდინარე წელს მეორე კვარტალში უკვე მეორე ნაკადი დავიწყებთ ჩვენ და მიმდინარე წელს გვეგმობთ გარემოს დაცვით მმართველის კურსის დამატებით ორი კურსის განხორციელება, საკმაოდ დიდი არის მოთხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებით რეგიონებში და უზრუნველყოფილი იქნება 4 კურსის განხორციელება. მოგეხსენებათ აღნიშნული გახლავთ ჩვენ ახალ პროფესიას უწოდებთ აღნიშნულს გამომდინარე ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარე შესაბამისი პროფესია საკმაოდ მოთხოვნადი გახდა და მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, რაც ძალიან გვახარებს. ასევე დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით გარემოს დაცვით და აგრარული მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი არის სტიპენდიები წარჩინებული სტუდენტებისათვის და ჩვენ ყოველი წლის ბოლოს ვაჯილდოვებთ შესაბამისი აკადემიური მოსწრებით და წარმატებულ სტუდენტებს ფულადი ჯილდოთი. აღნიშნული გახლავთ ძალიან ხელშემწყობი და წამახალისებელი მათთვის, რომ სწორედაც რომ პრობლემა რომელიც არსებობს, რომ გარემოს დაცვით და აგრარულ მიმართულებაში პირები, რომლებიც ასრულებენ სწავლას, დარჩნენ სწორედაც რომ ამ პროფესიაში და აღნიშნული სასტიპენდიო წამახალისებელი პროგრამა გულისხმობს ასევე შეთავაზებას ჩვენი სამინისტრო სტრუქტურაში დასაქმებას სტაჟირების თვალსაზრისით და ამის საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ასე ვთქვათ მაჩვენებელი ამ ადამიანების უშუალოდ ჩვენ ცენტრში 6 ადამიანი არის და ასე ვთქვათ დასაქმებული სწორედაც ამ პროგრამით მოსარგებლე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ და შესაბამის ანგარიშიც მოხდა მშავდებულთა ასე ვთქვათ გადამზადებას და მიმდინარე წელს გასულ წლიდან შედარებით უკვე ყავს 75
315 მსჯავრდებული გადამზადებული და ჩვენ მიზნად გვაქვს აღებული მიმდინარე წელს 300 მსჯავრდებული გადამზადება აგრარული მიმართულებით კონკრეტულად დავამატეთ ჩვენ თავად მსჯავრდებულთა მომართვიანობიდან გამომდინარე მიმართულებები თუ გასულ წელს მოთხოვნა იყო მხოლოდ და მხოლოდ კენკროვან კულტურებზე და მეხილეობა მებოსტნეობაზე მიმდინარე წელს დავამატეთ ჩვენ მებოცრეობა მათივე ასე ვთქვათ მოთხოვნით დავამატეთ ლურჯი მოცვი და მოგეხსენებათ აღნიშნული მნიშვნელოვანი არის როგორც მშავდებულთა რესოციალიზაციისათვის და იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არის რომ აღნიშნული პირების მიერ მოგეხსენებათ მოყვანილი არის ადგილზე პენიტენციურ დაწესებულებებში შესაბამისი კენკროვანი კულტურები და უკვე იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება უზრუნველყოფს ამ კენკროვანი კულტურიდან ასე ვთქვათ ამონაგები კენკროვანი ხილისა თუ ასე შემდეგ რეალიზაცია სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში რაც შემოსავალს წარმოადგენს შესაბამისი მსჯავრდებულებისათვის და როდესაც ისინი დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში მათ აქვთ ახალი ხელობა თუ ახალი პროფესია აღნიშნული ძალიან მნიშვნელობას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არის და ძალიან მცირედით გაუსვავ ხაზს პროფესიულ კოლეჯებთან ასევე ჩვენი ცენტრის კოორდინირებულ თანამშრომლობას ჩაგეკითხებით რა აკვაკულტურასთან დაკავშირებით და იხტიოლოგებთან დაკავშირებითაც იქნება ორი სიტყვით გითხრათ აი სწორედ ამ კოლეჯებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა გვაქვს ზოგადად ამ მიმართულებით ამ მიმართულებით საკმაოდ ძვავე და დეფიციტური პროფესიაა ჩვენი სახელმწიფოსთვის აღნიშნული საკითხი მიმდინარე წლის პროგრამით არ გვაქვს ჩვენ გათვალისწინებული ანუ სამწუხაროდ არ არის ამ წელს და ეკა დაამატებს ალბათ ხო ამ მიმართულებით კი რაც შეეხება აკვაკულტურას მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოგეხსენებათ რომ ეს ძალიან დეფიციტური პროფესია არის და თვითონ ის აკვაკულტურის მეურნეობებში დასაქმებულ ადამიანებსაც არ აქვს საკმარისი ცოდნა რომ სწორად წარმართონ თავიანთი მეურნეობა შექმნილი არის თვითონ სამინისტროს თანამშრომლობის სამეცნიერო ცენტრთან ერთად შექმნილი არის გარკვეული მოდული ჩვენ წინასწარი მოლაპარაკებები გქონდა სხვადასხვა საერთაშორისო დამფინანსებლებთან, პროექტებთან თხოვნით, რომ ეს მოდული დაგვეტესტა, დაუშვათ პილოტ პროექტი გაგვეხორციელებინა და მიმდინარეობს ამ მიმართულებით. კვლავაც მოლაპარაკებით ალბათ წლის ბოლომდე ჩვენ ამას დავასრულებთ და აუცილებლად გვექნება თხოვნა განათლების ცენტრთან, რომ მსგავსი მოდული განხორციელდეს თქვენთან. თქვენამდე ჯერ არ მოსულ ვართ, მაგრამ გეგმაში გვაქვს, რომ მოვიდეთ ერთი უწყება ვართ, ერთად მუშაობთ უბრალოდ ის მოდული და შემდგომ უკვე ის ოფიციალური. რაც შეეხება განათლების სამინისტროს ქვეშ, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კოლეჯს აქვს მსგავსი დაფუძნებული თუ აკრედიტირებული არის, მაგრამ ჩვენ აი ეს მცირე პატარ-პატარა რაღაც მოდულები აუცილებლად განათლების ცენტრთან, ისევე როგორც სხვა მიმართულებები, აქაც წლის ბოლომდე აუცილებლად გვექნება. მცირედ დავამატებ. მადლობა ქალბატონ ეკას. ნამდვილად ჩვენ უბრალოდ მიმდინარე წლის გეგმაში არ გვიზის აღნიშნული ვინაიდან როგორც თქვენ აღნიშნეთ მომზადების ეტაპზე არის. მიმდინარე წლის მნიშვნელოვან მიმართულებებს გამოვყავთ ფერმერულ მიმართულებებს. აღნიშნული მიმართულებით როგორც ფერმერების ექსტენსიონისტების გადამზადება არის დაგეგმილი და ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან მიმდინარე წელს არანაკლებ 200 ფერმერის გადამზადება განხორციელდება და მათ შორის ჩვენ ეფექტიანად მუშაობთ განათლების სამინისტროსთან და ვცდილობთ მაქსიმალურად რომ საგანმანათლებლო კომპონენტში დაინერგოს ასე ვთქვათ გარემოს დაცვით და აგრარული მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ადრეული ასაკიდანვე იმისათვის რომ სწორედ ადრეული ასაკიდანვე მოხდეს ასე ვთქვათ მათი თვითგამორკვევის პროცესში ამ მნიშვნელოვან პროფესიებზე დაფიქრება მანამ სანამ გადაწყვეტენ ვთქვათ ამა თუ იმ პროფესიის დაუფლებას და ასევე სურსათის მიმართულების სურსათის ინსპექტორების გადამზადებაც მიმდინარე წლის გეგმაში და ასე ვთქვათ დავალებას წარმოადგენს და სხვა იქნება ეს აკვაკულტურის თუ სხვა მიმართულებით ალბათ როდესაც იქნება შესაბამისი მითითება შემდგომ განვახორციელებთ აღნიშნულ პროგრამებს. დიდი მადლობა. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა. გვიხარია რომ პარლამენტი და აგრარული კომიტეტი ჩვენს რეფორმას თან დაფინანსებასთან მიმართულებით ხარს უჭერს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება სამომავლოდ იმისათვის რომ დაიხვეწოს, მონიტორინგი გაძლიერდება.
ჩვენ ვიზიარებთ მიდგომას, რომ სახელმწიფო პროგრამების შეფასების მექანიზმი ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს ეკონომიკური და შედეგობრივი ეფექტების ანალიზის მიმართულებით. თუმცა ამავდროულად ჩვენი ხედვით შეფასება მიზანშეწონილია ეფუძნებოდეს არა მხოლოდ რაოდენობრივ ვალდებულებებს, არამედ პროექტის რეალურ ეკონომიკურ ეფექტს, წარმოების მდგრადობას და დამატებით ღირებულების შექმნას. ჩვენ მქონია ძალიან გულწრფელი ვიქნებით, ჩვენ მქონია პროგრამები, სადაც ჩავდეთ ვალდებულება, რომ აი ამდენი და ამდენი ადამიანი უნდა დაესაქმებინათ, თუმცა ეს უბრალოდ ფურცელზე დაწერილი რაოდენობრივი მაჩვენებელია, რეალურ შედეგს არ გვაძლევს. თავი არ უნდა მოვიტყუოთ ამ იმაზე, ჩაგვიწერია, რომ და პირობითად 30 ადამიანი უნდა დაესაქმებინა. გვიწერს საბუთზე დაასაქმებს, იქაც შინაარსობრივად რო შევიდეთ სასაცილო სახელფასო მაჩვენებლები არის რა 200 ლარზე და 300 ლარზე და საბუთზე ჩვენ შეიძლება მივიღოთ რომ აი ადამიანი დასაქმებული არის, მაგრამ რეალურად შედეგს ეს არ იძლევა. ჩვენ ვფიქრობთ რომ მიზანი უნდა იყოს რეალურად შესაბამისი ეკონომიკურად მდგრადი პროექტების მხარდაჭერა, ახალი პროგრამა სწორედ ამას უკავშირდება. რეალურ შედეგს უნდა ვაფინანსებდეთ, დასრულებულ და ფუნქციონირებად პროექტებს უნდა ვაფინანსებდეთ, გამართულ ინფრასტრუქტურას და ეს ყველაფერი მოგცემს იმის შედეგს, რომ მდგრადი ბიზნესი შემდეგ უზრუნველყოფს უკვე შესაბამისი სამუშაო ადგილების შექმნას. აღნიშნული პროგრამაც ახალი აგროთანადაფინანსების პროგრამა რაც არის და რაც უახლოეს მომავალში ჩაეშვება ზაფხულის შუა რიცხვებში, სწორედ ამას გულისხმობს. ჩვენ გვინდა რომ სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული ერთი თეთრიც კი კონტროლირებადი იყოს, ვიცოდეთ რაში ვხარჯავთ ფულს. ამიტომაც არის მიდგომა შეცვლილი, გაძლიერებულია მონიტორინგი, ხორციელდება პირველადი მონიტორინგი. პირველ რიგში არის ის, რომ სტანდარტები შემოვიღეთ და უკვე ვიცით კონკრეტულ მიმართულებებზე რა სტანდარტის იგივე მეფრინველეობის ფერმა იქნება, მესაქონლეობის ფერმა იქნება თუ ნებისმიერი სხვა რას ვქნით. ამ სტანდარტის საფუძველზე პირველადი მონიტორინგი ჩადის და ამოწმებს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა ამა თუ იმ მსურველს რომ აწიოს ეს თემა და გააკეთოს. შემდეგ ეძლევა ვადა ამ კონკრეტულ ბენეფიციარს რომ შეასრულოს და ეს ვადებიც გავითვალისწინეთ, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა შემთხვევები და თქვენ საქმის კურსში ხართ, რომ იწელებოდა პროექტები, ეს წინასწარი ტრანშების გაცემა და რაც დაუსრულებელი პროექტებიც მქონდა და ამ მიმართულებითაც კონკრეტული ვადა განსაზღვრეთ და უთხრეთ, რომ აი გაიძლევათ დრო და შეგიძლიათ, რომ დაასრულოთ. ამის შემდეგ მოაქვს აუდიტის დასკვნა, შემდეგ ჩავდივართ კიდევ ამოწმეთ ნამდვილად შეასრულა თუ არა და ამის შემდეგ იღებს დაფინანსებას პრაქტიკულად ნულოვანი გავხადეთ იმის შესაძლებლობა რომ თანხა გაიცეს ისეთ ბენეფიციარზე რომელმაც შეიძლება რომ პროექტი ვერ შეასრულოს და არამდგრადი იყოს ესა თუ ის ბიზნესი და ეს ყოველივე ეს მგონია რომ შესაძლებლობას მოგცემს რომ ნანამდვილებით ვიცოდეთ რომ კონკრეტული ბიზნესი ფუნქციური იქნება და შესაბამისად ადამიანების დასაქმდებიან და შევძლებთ იმის შემდგომში უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება და უკვე ნათელი იქნება თუ რამდენი ადამიანი კეთილი გიორგი მე ხარაც თქვენ ბძანეთ ეგ არ მithქვავს ეგ ჩვენი გუშინდელი დღე არის როდესაც ერთ-ერთ პროექტის წარდგენის დროს იქ დასაქმებულების რაოდენობაც უნდა მიგივეთითებინა და ასე შემდეგ მე ეგ არ მithქვავს ბუნებრივია თანამედროვე მიდგომა და ყველაფერი უნდა იყოს პროგრესზე და ეკონომიკურ ეფექტზე მორგებული და ბუნებრივია ეს ამას შექმნიან ის ადამიანები, ვინც იქ იქნება დასაქმებული. აქ ანგარიშს რომ გადავხედე, წარმოდგენილია მხოლოდ სტატისტიკა და ციფრები. და შესაბამისად აბსოლუტურად ყველაფერი რაც არ უნდა განავითარო, უნდა იცოდე მონაცემები და რაღაცა სტატისტიკა ამასთან დაკავშირებით, რომ შემდგომ უკვე ამ მონაცემებზე დაყრდნობით წინ წახვიდე და განავითარო, ხო? მე შემდგომში ვისურვებდი რომ აი ასეთი ტიპის გარკვეული ანალიზით ახდეს თან რომ თითოეულ დახარჯულ ლარს თუ თეთს თითოეულ დასრულებულ პროგრამას რა შედეგი მოაქვს საბოლოოდ რომ ჩვენ თვალნათლივ დავინახოთ როგორ აისახა ეს თუნდაც დასაქმებაზე თუნდაც ეკონომიკურ ზრდაზე და ასე შემდეგ რომ კაფეოდ გამოჩნდეს თორე ის რომ ეხა ჩვენ მოთხოვნაში ჩავდოთ რომ გინდა თუ რამდენი ადამიანი უნდა დაასაქმო ეხლა ბუნებრივია ეს არ იქნება სწორი მიდგომა ვინაიდან
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, აგერ ცხოვრება ვითარდება, ტექნოლოგიები ვითარდება, დღეს უამრავი ისეთი საქმიანობა, რომელიც რობოტებმა ჩაანაცვლეს, რაღაცა ტექნიკამ ჩაანაცვლა და ასე შემდეგ და გაცილებით იაფად და შეიძლება ხშირ შემთხვევაში ეფექტურადაც. ამიტომ ბუნებრივია ეს არ უნდა იყოს მოთხოვნა, მაგრამ ის რომ ჩვენ რაღაც გარკვეული ანალიზის საფუძველი გქონდეს და გარდა ეკონომიკური ეფექტისა კიდევ თვალნათლივ დავინახოთ რომ თითოეულ პროგრამას რა შედეგი მოაქვს ქვეყნისთვის, თუნდაც დასაქმების კუთხით, ხო? სამომავლოდ ანგარიშში ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი იქნება. მადლობა. ერთ პატარა რემარკასაც გავაკეთებ, აბსოლუტურად გეთანხმებით. ფერმერთა რეესტრიც ახალი მოდელით იწყება, თქვენ იცით რომ ახალი ფერმერთა რეესტრი იქნება, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას ზუსტად თქვენ რაც ახსენეთ ბატონ გალა, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყოს. დიდი მადლობა. ესე იგი ჩვენ ახლა რეგლამენტით უნდა კენჭისყრაზე დავაყენო ეს საკითხი რომ ცნობად მივიღოთ, ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი არ გვყავს, საკითხი მიღებულია და ჩვენს დასკვნას წარმოგიდგენთ. დიდი მადლობა კომიტეტის ხდომა დასრულებულია.